მოგესალმებით ქალბატონო მაია, თუ შეიძლება რომ გითხრათ ის ახალი ინფორმაცია რომელიც გაქვთ ამ დროისთვის ჯერ გვაინტერესებს ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ბატონი ალექს პეტრიაშვილის და შემდეგ უკვე მოტივზეც რო ვისაუბროთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ექიმმა თქვა არის სტაბილური, მას ახლა ამზადებენ ოპერაციისთვის, ალბათ ახლა შეყავთ წუთი-წუთზე. 3 ტყვი აქვს მოხვედრილი, 5 ნასროლი ტყვიიდან. აქედან 2 ფეხში და 1 ზურგის არეში. აქვს თავზე ბლაგვისაგნით მიყენებული ტრავმა, რომელიც შეიძლება იყოს დაცემის შედეგად, ან შეიძლება მანამდე ჩართული, ეს არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არის სტაბილური. ქალბატონო მაია, გვაინტერესებს მასთან ერთად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იყო 3 პიროვნება. თუ იცით თქვენ ვინ არიან ეს 3 პიროვნება და რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? ეს მე არ ვიცი, მე ვიცი, რომ იგი მარტო იყო მისული სასაფლაოზე. დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე და ვინც კი იცნობს ბუკას, ყველა მიცის, რომ ის დღეს მიდის ხოლმე, ამ დღეს მიდის ხოლმე ლევანის საფლავზე. და მას შარშანაც მაგალითად ვიცი, რომ მარტო იყო მისული, უყვარს ხოლმე იქ მარტო მისვლა. და მე რამდენადაც ვიცი, ის მარტო იყო და მე რამდენადაც მითხრეს ახლა ჩვენებმა, იქ ირგვლივ მდებარე კორპუსების მაცხოვრებლებმა დაინახეს რაღაცა და მათ გამოიძახეს სასწრაფო, რომლითაც მოხდა შემდეგ აქ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოყვანა. ასე რომ ვიზია ლაპარაკი მე არ ვიცი. და ბოლო კითხვას დაგისვათ, მოტივი სავარაუდოდ ცნობილია თუ არა თქვენთვის რეალურად რა მოხდა და რატომ დაესწრო? მე მოტივი არ ვიცი და არც მჭირდება, ფაქტი არის ერთი, რომ ოპოზიციური პარტიის თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს დღისით მზისით 12 საათზე ქალაქის ცენტრში საბურთალოს სასაფლაოზე დაესხა თავს შეიარაღებული პირი და გაიმეტა იგი სასიკვდილოდ. ეს ვიცი და მე მგონი ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ შეშფოთებულები და მოუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიონ ეს საქმე.